მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა. პირველ რიგში ტრადიციისამებრ მინდა გისურვოთ წარმატებული და ნაყოფიერი კვირის დასაწყისი. და მოდით ვნახოთ ამ ერთი კვირის მანძილზე რა ენერგიებში იქნებით, რას გვიამბობს ტარო, რას გვიამბობენ ტაროს არკანები. და ვნახოთ ამ ერთი კვირის მნიშვნელოვანი და საინტერესო ტენდენციები ვარიანტი იქნება ორი, როგორც ყოველთვის. ორი ვარიანტი, იმიტომ რომ იყოს არჩევანი საშუალება. პირველი ვარიანტი კვირის არკანის ენერგია და მეორე ვარიანტი კვირის არკანის ენერგია შემოძვირფასებო და მე ახლა თქვენთვის გამოვიყენებ ფიგურებს, რომ უფრო მეტად გაგიმარტივდეთ თქვენი ვარიანტის არჩევა. ეს იქნება პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ესეთი ორი ვარიანტი არის თქვენს წინაშე. მოდით უფრო ისე დავაყენებ მათ, რომ უფრო კარგად შეძლოთ ვარიანტების არჩევა და ფიქსირება. აი ასე. ორივე ვარიანტი კარგად ჩანს, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. და ჩვენ ახლა ვნახავთ ერთი კვირის არკანის ენერგიებს. ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ ეკრანი. მე გივიწყებ ვარიანტი პირველით. მაშინ სადამე პირველი ვარიანტი და მოდით ვნახოთ თქვენი ერთი კვირის წამყვანი ენერგია როგორი იქნება. და ეს იქნება შემოძვირფასებო არკანი მთვარე. პირველის ყოვლისა უფრო მეტად შიდა პროცესებს ვხედავ აქ. არკანი მთვარეს ყოველთვის აღწერს იმ პროცესებს, როდესაც ადამიანი გადის გადალაგების პერიოდს. ადამიანი შესაძლებელია გრძნობდეს გარკვეულწილად გაურკვევლობის მდგომარეობას, რაღაც ერთგვარი ბურუსი იყოს, ნისლი იყოს, ბევრი კითხვის ნიშანი იყოს, როდესაც არ არის იმის შეგრძნება, რომ მიწაზეთ გახართ მყარად და მაინც და მაინც არ არის ეს რაღაცა უსაფრთხოების შეგრძნება, ხო? შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ საკითხს, რომელიც ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენთვის აქტუალური იქნება. უბრალოდ გირჩევთ, რა თქმა უნდა, რომ არკანი მთვარიდან გამომდინარე 100-ჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. აქ შეიძლება იყოს შიშების მომენტი წვეთა შორის, აქ შეიძლება იყოს შფოთვები, განსაკუთრებით მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, მოусმინეთ თქვენს სიზმრებს, უბრალოდ გაიაზრეთ, რასაც ნახავთ სიზმარში, იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად ეს შესაძლებელი ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ გეძლევათ გარკვეული ინფორმაცია სამყაროსგან, თუნდაც რაღაცა გარკვეული ცვლილებების, სადღაც უსიამოვნებების, საშიშროებების ირგვლივ, ხო? თუ კი ვთქვათ, არის ეს შფოთვები, რომ რაღაცა აღარ არის ისე, როგორც სულწინ და აღარ არის ის სტაბილურობის შეგრძნება და აღარ არის ის მყარი მიწის შეგრძნება, ხო, ფეხებ ქვეშ. ესე იგი, ეს უბრალოდ ტყუილად არ ხდება, ხო? ესე იგი, ამ ყველაფერს აქვს რაღაცა თავისი მიზეზი შემოძვირფასება, ხო? ამიტომ უფრო მეტად, ვთქვათ, აქტიური ენერგიები არ გამოამჟღავნოთ. გულისხმობ არ არის საუბარი, არ არის საჭირო ბევრი საუბარი, ბევრი გაფლანგული ენერგია, ბევრი გაფლანგული სიტყვები, ხო, რომლებიც შეიძლება უბრალოდ არაფრის მომცემი გახდეს, ხო? ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს დროს, უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ შემოქმედებით ენერგიას და პოტენციალს და პირიქით უფრო მეტად უნდა იმოქმედოთ, ვიდრე ისაუბროთ და ვიდრე გაფანტოთ ისედაც შესაძლებელია არც თუ ისე ბევრი ენერგია, ახლა რომელიც თქვენ გაქვთ ამ მოცემულობაში, ხო? უფრო მეტად ვაკვირდებით პროცესებს და უფრო მეტად უსმენთ ჩვენს შინაგან სამყაროს, ინტუიციას უსმენთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხო? 100-ჯერ ვზომავთ და ერთხელ ჭრით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩათვალეთ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ზუსტად ეს სიტყვები არის მთავარი წამყვანი სიტყვები ენერგეტიკულად. საკუთარ შიშებს მოგიწევთ, რომ თვალებში ჩახედოთ. ეს გარდაუვალი შეიძლება იყოს ზოგიერთი ადამიანისათვის, ვინც ახლა პირველი ვარიანტი აერჩია, გასაგებია. არ მიიღოთ ნაჩქარები გადაწყვეტილებები, ესეც თქვენ გეხებათ პირველი ვარიანტი და როგორც კიდევ განმეორდები 100-ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერეთ. აგალოდებათ ამ ერთი კვირის მანძილზე.
ჩემო ძირფასო პირველო ვარიანტი. მე ვიტყოდი რომ თლიანობაში როგორ რთულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ საკითხი, ვთქვათ, რომლის ირგვლივაც ახლა ეს შიშები, ფოთვები ტრიალებს ხომ, ეს საქმე აუცილებლად გადაწყდება პირველ რიგში გეტყვით, რომ თქვენს სასარგებლოდ, როგორ არ უნდა მოგეჩვენოთ, როგორც არ უნდა დაინახოთ, რომ სიტუაცია არ მიდის ესე, როგორც თქვენ გინდათ, დამიჯერეთ, რომ ეს სიტუაცია გადაწყდება თქვენს სასარგებლოდ, გადაწყდება ისე, როგორც თქვენ გინდათ. უბრალოდ გადაწყდება ისე, როგორც თქვენთვის უკეთესია. თქვენ შეიძლება სხვა რაღაც გინდათ და სხვა მოლოდინები გაქვთ, მაგრამ გადაწყდება ისე, როგორც თქვენთვის უკეთესია. აი, ამას გეუბნებათ. პირველი ვარიანტი ამ ერთი კვირის განმავლობაში კვირის ენერგიები შეიძლება საკუთარ თავში შესაძლებლობებში შეგეპაროთ ეჭვი, არის აქ ამის ძალიან დიდი ალბათობა, შეიძლება ემოციებს აყვეთ, ნერვებს აყვეთ, ხომ, რაღაც მომენტში იფიქროთ, რომ სამყარო თქვენს წინააღმდეგ არის, რომ არ შეგიძლიათ მართოთ სიტუაცია და ვთქვათ, გაუწიოთ გარკვეულ სირთულეებს შესაბამისი დახვედრა. თითქოს იქნება პედალირება რაღაცა თქვენს მოკლედ ბევრი პროვოკაციები იქნება ამ ერთი კვირის მანძილზე. უფრო მეტად რაც იმოქმედებს თქვენს თვითშეფასებაზე, თქვენს ვიღაცისთვის შრომით უნარიანობაზე, ვიღაცისთვის საკუთარ შესაძლებლობებზე, რამდენად დიდიან, რამდენად პატარა ეს ყველაფერი ხო, მაგრამ თლიანობაში იცოდეთ, რომ საქმე აუცილებლად გადაწყდება თქვენს სასარგებლოდ. აი ეს უნდა დაიმახსოვროთ, ხომ? თქვენს სასარგებლოდ შეიძლება ახლა ვერ ხვდებოდეთ და ვერ აანალიზებდეთ, რას ვამბობ მე თქვენთვის და როგორ შეიძლება სიტუაცია ცუდად ვითარდებოდეს ერთი შეხედვით თქვენთვის უნდა მე ამ დროს თქვენ გეუბნებოდეთ, რომ ეს თქვენთვის უკეთესია, რა თქმა უნდა ამის აღქმა რთულია. მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ძალიან მცირე, პატარა და ერთი ვექტორით ვიყურებით, მაშინ როდესაც სამყაროს შესაძლებლობები არის უკიდეგანო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით ამ საჯარო კვირის არკანით, ხო? გარდა იმისა, რომ საკუთარ შიშებს აუცილებლად ჩახედავთ თვალებში, საკუთარ ინტუიციას კიდევ უფრო მეტად მოусმენთ, თუ კი ინტუიცია გეუბნებოდათ, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, რომ აი ეს შედეგი დადგებოდა და ნამდვილად დადგა ეს შედეგი, ხო, უფრო მეტად დაუმეგობრდებით საკუთარ ინტუიციას, საკუთარ შეგრძნებებს და გეტყვით, რომ თუ კი რაღაც მომენტში იგრძენით, რომ შეირყა და აღარ არის სტაბილურობის შეგრძნება, რაც მე ზემოთ ვახსენე, ისეთი ინტენსიური, როგორიც აქამდე იყო, ისევ გავიმეორებ ჩემს სიტყვებს. თქვენ შეიძლება ახლა წარმოდგენა არ გქონდეთ, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება უკეთესი თქვენთვის. ხომ შეიძლება საერთოდ არასწორ ადგილას იყოთ და არასწორ ადგილზე დებდეთ ენერგიას, ხო? ან არასწორ ადამიანებში იყოთ. თქვენთვის არასწორ ადამიანებში, ხო? იმიტომ რომ ესეც ძალიან პირობითია, ხო? თქვენთვის არასწორი შეიძლება ვინმესთვის სწორი იყოს, ან თქვენთვის სწორი ვიღაცისთვის არასწორი. ამიტომ შეიძლება იქ არ ხართ, სადაც თქვენი ადგილი. ამიტომ აი ეს ყველაფერი ამ ერთი კვირის განმავლობაში გამოჩნდება. მაგრამ როგორი რთულიც არ უნდა იყოს თქვენთვის ეს სცენარი, იცოდეთ, რომ სამყაროს მზად აქვს თქვენთვის ის რეალობა, სადაც ახლა შეიძლება გეტკინოთ, ახლა შეიძლება არ გრძნობთ თავს უსაფრთხოდ, მაგრამ მიხვდებით, რომ ასე უკეთესი და უმჯობესი იყო თქვენთვის ჩემო ძვირფასო პირველო ვარიანტად. დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ნაყოფიერი კვირა მისურვებია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გადავედით მეორე ვარიანტზე. ნახოთ მეორე ვარიანტი თქვენთან რა ენერგიები იმალება, ხო? მეორე ვარიანტი კვირის სამყარო ენერგია და ეს არის პენტაკლების ტუზი. ძალიან კარგია. ეს არის ახალი შანსები. ეს არის ახალი შანსები იმისა, რომ თქვენი შესაძლებლობები, მათ შორის ფინანსური შესაძლებლობები, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. აუცილებლად დაიჭერეთ თქვენი წარმატების კატა კუდით კარგად დაიჭერეთ, რომ არსად არ გაგექცეთ. ოქროს თევზი კარგად დაიჭერეთ, რომ არსად არ გაცუროს. მოკლედ მოგეცემათ ის შანსები, რომ
პირველ რიგში ამას დანახვა სჭირდება. პენტაკლების ტუზი ეს არის ყოველთვის დასანახი არკანი, ხომ? უნდა დაინახოთ და გამოიყენოთ მაქსიმალურად, შეიგრძნოთ მაქსიმალურად და მიანიჭოთ თქვენი ყურადღება და ფოკუსი. რადგან სადაც არის ფოკუსი, იქ არის რა თქმა უნდა ენერგიაც, ხო? კარგი შემოთავაზებები შეიძლება იყოს აქ საინტერესო. კარგად წავიდეს, ვთქვათ, ვისაც თავის საქმე აქვს, გაყიდვები კარგად წავიდეს, ხო? რაღაცა ახალი იდეა მოვიდეს, რომელიც შემდგომ ავსვათ ხაცა პენტაკლების ენერგიად გადაიქცევა, ხო? ასე რომ წარმატება დაიჭირეთ, წარმატება იღბალი ამ ერთი კვირის განმავლობაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და რეალურდება მეორე ვარიანტს, კვირის არკანის ენერგიებად, 6-იანების კვერთხები, 3-იანების ხმლები. იცით რა არის ზურფასებო? მეორე ვარიანტი გამეღიმა და გეტყვით რატომ. ჩემი ჯგუფის წევრები ვიგრძენი აქ და ამიტომ გამეხიმა. ეხლა რა შეეხება თქვენს კვირის არკანის ენერგიას. მომისმინეთ? თქვენი გამარჯვებები, თქვენი წინსვლები და თქვენი წარმატებები აქ ვიღაცებს არ მოეწონებათ ამ ერთი კვირის მანძილზე. შეეცდებიან რომ თქვენი თვით შეფასება ჩამოწიონ დაბლა, შეეცდებიან პროვოცირება, შეეცდებიან თქვენს გულის ტკენას, იმიტომ რომ აშკარად გრძნობენ ადამიანები, რომ უკვე მიაღწიეთ გარკვეულ წარმატებას, ტრანსფორმაციას და სამყაროდ შედეგად გაძლევთ ცხოვრების სხვა ხარისხს, აზროვნების სხვა ხარისხს, რეალობის სხვა ხარისხს, მათგან განსხვავებულ ხარისხებს, ხო? რაც რა თქმა უნდა არ მოსწონთ ადამიანებს მით უმეტეს, ისინი თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ თქვენთან. და რატომ აგიხსნით? უსაფრთხოდ ვართ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ვიცნობთ. ადამიანები, რომელსაც ერთის მხრივ ვიცნობდით და აბსოლუტურად შეიცვალა და აბსოლუტურად სხვა ადამიანი დადგა ჩვენს წინაშე, რა თქმა უნდა, აქ უკვე აღარ არის ურთიერთობა ისეთი უსაფრთხოები, რომ ადამიანი თავიდან უნდა გაიცნო, ხომ ასეა? ასე რომ მეორე ვარიანტი, ამას რატომ გეუბნებით, იცით? აღარ ხართ უსაფრთხო აქ კონკრეტული ადამიანისთვისა თუ ადამიანებისათვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი თქვენი თავის ზემოთ წამოწევა ყოველთვის იქნება მიზეზი იმისა, რომ ვიღაცა, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, პირდაპირ გაიგებთ, რომ ესე კეფაზე წამოგარტყათ ან თავში ჩაგარტყათ ან რა ვიცი, რაღაცა ისეთი გააკეთოს, რომ თქვენ თავი ჩახაროთ. ხვდებით ხომ? არ მოსწონს აქ ვიღაცას ან ვიღაცებს თქვენი მაღლა აწეული თავი, თქვენი შეცვლილი მდგომარეობა. ამიტომ შეეცდებიან, რომ აი ამ ტრიუმფატორის პოზიციიდან ჩამოგაგდონ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე მომწონს ის, რომ თქვენ ძალიან კარგად გაუმკლავდებით ამ ყველაფერს. ძალიან კარგად გაუმკლავდებით ამ ყველაფერს და აქ ერთი კვირის განმავლობაში გზა ჩანს შემოწირფასებო, გზა როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით, ხომ? ეს შეიძლება იყოს გზა ცვლილებებისაკენ, მაგრამ რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გზა როგორც გამგზავრება, როგორც თავგადასავალი, როგორც რაღაც დასასვენებლად წასვლა, განტვირთვა, გამგზავრება ერთი ქალაქიდან მეორეში ან ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, ხო? მაგრამ ჩვენ თუ ახლა ვისაუბრებთ არკან მეტლეს როგორც მის ენერგეტიკულ ღირებულებაზე, მე გეტყვით, რომ ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანი ამყარებს თავის საკუთარ თავში გარკვეულ წესრიგს, ქმნის გარკვეულ სურათს, თავისი ძალიან მყარი ჩარჩოებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მე ეს მინდა და ეს ასე უნდა იყოს და მე სხვაგვარად არ მჭირდება სურათის დანახვა და აღქმა, იმიტომ რომ მე ეს სურათი მინდა, ამიტომ თქვენი სურათი იქნება თქვენთვის და თქვენი არჩევანი, თქვენი პოზიციები იქნება თქვენთვის წამყვანი ამ ერთი კვირის განმავლობაში და არავის არ მისცემთ საშუალებას, რომ ვინმე ან გადააბიჯოს ამ ყველაფერს, ან შეეხოს ისე, როგორც თქვენ არ გინდათ, ხომ? თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ის შედეგი მიიღოთ, რისკენაც მიისწრაფით და აქ ჩანს გამარჯვება და ტრიუმფის არკანი ჩანს აქ ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა თქვენი გზა
შეიძლება ქაოტური იყოს, ცოტა თქვენი ბრძოლა, ხომ, რომელიც საკმაოდ კარგად შეგიძლია და კარგად ართმევთ თავს, შინაგანად მაინც შეიძლება როგორი შეგრძნება დაგეუფლოთ, იცი კი, მე ვიბრძვი, მე ვაკეთებ, მე ვშრომობ, ჩემსას ვამტკიცებ, მაგრამ შიგნით მაინც რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს იცით როგორი ფიქრები შემოვიდეს, იცი კი, ვიბრძვი, ვაკეთებ, მაგრამ თითქოს არ ვიცი სად ვარ. რისთვის ვაკეთებ ამას, ხო? აი რაღაცა საით მივდივარ, საით მივექანები. ხვდებით, ხო? ან ნახეთ, როდესაც ადამიანები რაღაცას ვაკეთებთ, ხო? ვაჩუმებთ იმათ, ვინც დიდი ხნის გასაჩუმებლები იყვნენ. ვიშორებთ იმ ადამიანებს, ვინც დიდი ხანია მოსაშორებლები იყვნენ ჩვენი სივრციდან. პასუხცემთ იმ ადამიანებს, ვისაც დიდი ხანია უნდა გაგვეცა პასუხი. და როდესაც ეს დღე დგება და შედეგი დგება იმისა, რომ ყველა თავის ადგილზე დგება, ხო, თქვენს რეალობაში, თქვენთვის ეს რაღაც მხრივ შეიძლება უჩვეულო გახდეს, მიხვდით ხომ? რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ცუდი არ არის, ეს ძალიან ბუნებრივია. მიხვდით ხომ? როგორც თქვენ შეიცვალეთ იმ ადამიანები, როგორც ის ადამიანები შეიცვალნენ თქვენი მისამართით, ასევე თქვენ იცვლებით. მათი მისამართით, ხვდებით ხომ? და იცვლებით პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ რომ თქვენს თავს უყურებთ აბსოლუტურად სხვა ჭრილში, უყურებთ და აღმოაჩენთ, რომ მაშინ როდესაც გეგონათ, რომ ვერასოდეს ხმას ვერ ამოიღებდით და ვერ იტყოდით საქმეს, ან ვერ გადადგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს, აღმოაჩენთ, რომ თქვენ ამ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეორე ვარიანტი. არკანი Hermit, ანუ არკანი განდეგილი გეუბნებათ იმას, რომ კიდევ და არკანი იმპერატორი ქალი, კიდევ ერთხელ ჩაუჯდებით საკუთარ თავს და კიდევ ერთხელ გაანალიზებთ საკუთარ შესაძლებლობებს, მიხვდით ხომ? სად არის თქვენი ძალა, სად არის თქვენი პოტენციალი და სად არის თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. და მე მომწონს ის, რომ თქვენს გაანალიზებაში თქვენს თავს დაინახავთ როგორც იმპერატორ ქალს. ანუ დაინახავთ ქალს, რომელსაც შეუძლია ნამდვილად რომ შეცვალოს თავისი რეალობაც, თავისი ყოველდღიურობა, თავისი ცხოვრების ხარისხი და საკუთარი თავი, ხომ? საკუთარი თავი შეცვალოს იმ ნაწილში, ან იმ ნაწილებში, სადაც მას ყველაზე მეტი, ესე ვთქვათ, პრობლემა, რომელიც უკვე გაანალიზეთ, რომ ნამდვილად პრობლემაა და სადაც ყველაზე მეტი სირთულე, კითხვის ნიშანი და გაუგებრობა გქონდათ. აი ზუსტად აი ამ სიცარიელებს ამოავსებთ და ვფიქრობ, რომ თქვენი თავით საკმაოდ კმაყოფილი იქნებით. ხომ? აი ესეთი კვირის არკანის ენერგიებია ჩემო ძვირფასო. სტუმარო, ვინც ხარ ჩემს გვერდზე, ახლა მზის ადამიანი ასევე არ დაგავიწყეთ, რომ მზის ადამიანს აქვს YouTube არხი, სადაც შეგიძლიათ გამოიწეროთ, როგორც ამბობენ ჩემი არხი, რომ ვიყოთ სულ ერთმანეთთან შემხებლობაში და არ გამოგრჩეთ ის სიახლეები, რაც ხშირად იდება ხოლმე, რა თქმა უნდა, YouTube არხზეც. თუმცა ხანდახან ვერ ვახერხებ ხოლმე ინტენსიურად თქვენთან ყოფნას გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ეს მიზეზები არის ჩემი გადატვირთული გრაფიკი, როგორც ყოველთვის. შეხვედრამდე დიდი სიყვარულით.